ბახმაროში ინფრასტრუქტურა ნადგურდება. შენობები საქონლის თავშესაფრადაა აქცეული. სააკაშვილის მმართველობის დროს აშენებულ ამფითეატრში დღეს ნაგვის ურნები ყრია. ინგრევა ამბულატორიაც. შემაშფოთებელია ისიც, რომ კურორტზე სასწრაფო დახმარების პუნქტიც კი არ ფუნქციონირებს. არადა ჯერ კიდევ ღარიბაშვილის პრემიერობის დროს აპირებდნენ ბახმაროს ტურისტულ ჰაბად ქცევას. იგივე გაიმეორა გასულ წელს გურიაში ჩასულმა ირაკლი კობახიძემაც. უკმაყოფილებას ვერ მალავენ ვერც ადგილობრივები და ვერც ტურისტები. ნატო გოგელია მოგვიყვება და გვაჩვენებს ახლა რა ვითარებაა ბახმაროში. ადგილი, რომელსაც ეხა თქვენ კადრში ჩემს უკან და ირგვლივ ხედავთ, ბახმაროს ამფითეატრია. 2012-2013 წლებში ამ ადგილზე მილიონები არის დახარჯული იმისთვის, რომ ყოფილიყო კარგი ინფრასტრუქტურა. ეს არის ადგილი, რომლის განვითარებაზე ყველა ხელისუფლება ძალიან დიდ აქცენტს აკეთებდა. თუმცა განვითარება როგორ გამოიყურება 2025 წელს, როდესაც 2012-ში როგორც გითხარით, მილიონობით ლარი დაიხარჯა ამ ყოველფრის გაკეთებაზე, ამას ეხა ჩვენი მაყურებელი ხედავს პირდაპირ ეთერში. აქ არის ჩვეულებრივად თამამად შემილია გითხრათ საქონლის სადგომი და ეს არ ხდება მხოლოდ შიდა სივრცეში. გარე სივრცეშიც იგივე მდგომარეობა ჩამსხრეული მინები საქონლის ნადგომს და ნამყოფს აქ ყველაფერი ეთყობა. ნაგვის ურნები, რომლებიც გატეხილია როგორც ჩანს, აქ დაუყრიათ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს. იგივე მდგომარეობაშია ამბულატორია და ძალიან ბევრი ადგილი, რომელიც 2012-ში გაკეთდა, თუმცა ეხლა 2025 წელია და მაყურებელი კადრშიც ხედავს როგორ ნადგურდება მილიონობით ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურა კურორტზე, რომლის განვითარებასაც ეს ხელისუფლება რამდენიმე წელია გვიებდება. ამბულატორიის არარსებობა რა პრობლემებს ქმნის ბახმაროში? ძალიან დიდ პრობლემებს ქმნის, ჩემი გოგო. ექიმი ვერ მოგისწრებს, შეიძლება ცუდად გახდე და უცბად მოგდეს ადამიანი. შენობაც არ არის, ხო? რაც არის, ნახეთ რომ არაფერი არ არის. დამსვენებლები ძალიან ბევრია. ძალიან სხვადასხვა კუთხის, სხვადასხვა ეროვნების ხალხი, ყველა საუკეთესო და ერთი ამბულატორია არ არის. ყველაზე ცუდი. საქართველოში რო ასეთი მდგომარეობაა. ასეთი უძველესი კულტურის ქვეყანა. ტურისტული ჰაბი იქნებაო ჩოხატაურ და ბახმარო წლები აქ პირდებიან და აი ამ ამფითეატრზე იქ ამბულატორიაზე რა შეგიძლიათ მითხრათ, როდის გაკეთდა, როდის დაიშალა და ვინმე ყურადღებას სააკაშვილის დროს გაკეთდა და მე ყურადღება არ ახლისეული და ვინმე დასასრულს მოხდებოდა. და ბავშვებისთვის გასართობის სივრცები არის ბახმაროში? ეს იყო ვიცით და პარტია მარტო არის რა. ესაც იყო და დაშალეს. მაგარ მუშაობენ პარტია შესულა. არაფერი არ. გაკეთდა და კონცერტი აღებარებული. ერთი კონცერტი ჩატარდა. სულია რომ ასე ამხელა ფული დიხარჯა და რახეში უკულა არის აღება. ეს ამფითეატრი დიდი ხანია ეგრეა? დაშლილი? ეს არის სააკაშვილის მერე. სააკაშვილმა გააკეთა და იმის მერე. ბახმაროში განადგურებული მილიონობით ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურის თაობაზე ბუნებრივია გააკეთა შეფასებები ოპოზიციაში, ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ქართულ ოცნებას უბრალოდ არ ადარდებს ხალხი, უბრალოდ ისინი წინა საარჩევნოდ აკეთებენ განცხადებას, თუ გავიხსენებ თუნდაც ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომ ჩოხატაური გახდებოდა ტურისტული ცენტრი, როგორ ტურისტულადაც გამოიყურება ეს ყველაფერი, მათ შორის კურორტი ბახმარო, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კურორტი ამას მაყურებელს ხედავს და ოპოზიცია ამბობს, რომ ამ ყველაფერზე, რასაც ეხა ბახმაროში ადამიანები ნახულობენ, გამოძიებაც უნდა დაიწყოს. ღარიბაშვილი რომ აქ ადამიანებს თვალებში ნაცარს აყრიდა და ტურისტულ ჰაბად რომ პირდებოდა ჩოხატაურიდან აქაურობის ჩამოყალიბებას, როგორც თვითონ მოიძულა ბიძინამ, ისე მოაძულებინეს მთელი ბახმარო ფაქტობრივად და ჰაბი კი არა, ერთადერთი რაც თავიანთვის პირადი კომფორტი მოიწყოს და აქ არანაირი სამედიცინო პუნქტი არ არსებობს, არანაირი თითითიძე არ დაუდიათ, მხოლოდ ჩამოანგრიეს და ჩამოაქციეს აქაურობა. სიძულვილმა, იმ ბოღმა, იმ განვითარებაზე უკუსლამ, რაც ქართულ მოუცნებამ გაუკეთა ბახმაროს, ტურისტული ბუმის დაპირებით, ტურისტული ჰაბის დაპირებით, რომ ჩოხატაური უნდა გადაექციათ პრემიერ-მინისტრებს, ქართული ოცნების მაღალჩინოსნებს ტურისტულ ჰაბად, აშენებული ამბულატორია გაანადგურეს. აფთიაქი, ამფითეატრი, სადაც უამრავ ბახმაროს სტუმარს შეეძლო მოსვლა, კინოს ყურება, საღამოს კონცერტის ჩატარება, მაგრამ რა მივიღეთ ჩვენ? ის რომ ზულთ რაც წინა ხელისუფლების დროს გაკეთდა, სამაგიეროდ ამით ამ გრევით ხელმოთმობილმა ოცნების ხელისუფლებამ აიშენა ათობით სახლი ბახმაროში, ფაქტიურად აღებმიცემობაში ჩართულმა ადამიანებმა მიატოვეს ასე უმოწყალოდ ბახმარო.
აი ასეთია რეალობა კურორტზე, რომლის განვითარების შესახებ არაერთი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან დაპირება მოგვისმენია, თუმცა ვხედავთ განადგურებულ ინფრასტრუქტურას, არანაირი გასართობი კურორტზე არ არსებობს, რაც იყო ისიც დანგრეულია, ჩვენ ბუნებრივია ამ თემასთან დაკავშირებით ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების კომენტარის მოპოვება ვცადეთ, თუმცა უშედეგოდ ქართული ოცნების წარმომადგენლები ჩვენს ზარებს ისევ არ პასუხობენ.